რა არის რეგრესიული ჰიპნოზი და როგორ მუშაობს ის? რეგრესიული ჰიპნოზი არის ქვეცნობიერთან ღრმა მუშაობის მეთოდი, რომლის დროსაც ადამიანი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გადადის ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში, ტრანსის მდგომარეობა, თავისი ცხოვრების წარსულ მოვლენებში დაბრუნების მიზნით. ეს შეიძლება იყოს ბავშვობა, პრენატალური პერიოდი და ზოგჯერ წარსული ცხოვრებაც კი, თუ ადამიანი ღიაა ამ მიდგომისთვის. მთავარი მიზანია მიმდინარე პრობლემების, შიშების, შინაგანი ბლოკების ან განმეორებადი სცენარების ძირეული მიზეზის პოვნა და მათი მუშაობა. როგორ მუშაობს ეს? ჰიპნოზის სესიის დროს ადამიანის ცნობიერება მოდუნებულია, მაგრამ ის უსაფრთხოდ და კონტროლის ქვეშ რჩება. ეს არ არის ძილიანი ნებისყოფის დაკარგვა. სამაგიეროდ, ყურადღება შინაგანად არის კონცენტრირებული და იხსნება ღრმა მოგონებებზე, გრძნობებსა და სურათებზე წვდომა. ეს მოგონებები როგორც წესი რეპრესირებულია, დავიწყებული ან ნორმალურ მდგომარეობაში მიუწვდომელია. სპეციალისტი ხელს უწყობს დროის ნაზად გადახვევას და პრობლემის ძირის შესწავლას. მაგალითად, საჯაროდ გამოსვლის ძლიერი შიში შეიძლება დაკავშირებული იყოს ბავშვობაში მომხდარ ინციდენტთან, როდესაც ბავშვს კლასის წინაშე დასცინოდნენ. ან ქრონიკული დანაშაულის გრძნობა. იმ მომენტიდან, როდესაც ადრეულ ასაკში ადამიანმა აიღო პასუხისმგებლობა სხვის ტკივილზე. როგორც კი მოვლენა აღმოჩენილი იქნება, მისი ხელახლა განცდა, გადაასრება და ემოციურად განტვირთვა შესაძლებელია. ხშირად ეს საკმარისია იმისათვის, რომ შინაგანი პროგრამა შეიცვალოს და მასთან ერთად შეიცვალოს ქცევა და ადამიანის კეთილდღეობა. რეგრესიული ჰიპნოზი არ არის მაგია ან მანიპულირება. ეს არის ინსტრუმენტი. ეფექტურობა დამოკიდებულია ადამიანის შინაგან მზაობაზე, სპეციალისტის მიმართ ნდობაზე და საკუთარი თავის მიმართ გულწრფელობაზე. აქ მთავარი არა შოუს ეფექტი, არამედ შინაგანი მუშაობა.